ხურებს მძღოლი და დავიჭრებით რა. Oh shit! გუდი ადამიანია? რამდენი ხანია თი? შემოშეყერეთ გეღო. პატარა სილაპუნა ვინ არის? ჰოთელი გოგო მოვიყვანე, სურვა იცეს რო ვეტყვირო, აქ მეტკას რო დაუდებ წინ. იქით. პირველი შევუკეთა მოიწონა მე მგონი. მაგარია კახეთი. არ ვიცი რამდენად ისმის, მაგრამ ლაიქ შეი რა. ვლოგს ვიწყებთ როგორც ესპანეთში წასვლის დროს მიკუშას მანქანიდან. და მე და თინა მივფრინავთ აიანაპაზე რა. თბილისში ვართ, დილის 9-ის ნახევარია. პირველ საათზე გვაქვს ქუთაისიდან ფრენა. ლარნაკას მიმართულებით, ხო? და ლარნაკადან მერე უნდა წავიდეთ ტაქსიდან, ავტობუსიდან, ამით არ ვიცი ნახოთ. ჩამოვედით. თინამ კიდე გამოიძინა 1-3 გზაში. აქ აღარ წვიმს რა, ვაფშე, მაგრამ მთელი გზა მაგრად წვიმდა. ნუ მძღოლი რავი, იდეალურად მართავს მანქანას, მიუხედავად იმისა, რომ ცალი ფეხი ნაკლებად მარტოადი აქვს. მაგრამ არა უშო, სულ მალე იქნება სვეჟი ფეხი. ბექას გაჩვენებთ. ევალ ამერიკის ბანკის ბოსტონის ფილიალში. იმენა money talks რა. მონახევა. ვაუ. რომ დიდორია ჩემი მეუღლე. ნიკუშამ ძალიან კარგად გვამგზავრა და ზოგადად რა, ვისაც დაგჭირდებათ თბილისი ქუთაისი ნებისმიერს ნიკუშას ნომერს დავტოვებ და შეგიძლიათ იქნება ნიკას ინსტაგრამიდან $550 ტოდა აბრატნი ჩადის ჩამოდის რა. დაჟე აიანაპაზეც გადაყავს. მე როგორც ყოველთვის პანჯერასავსი ვარ. ანუ ნაგლია და იმიტომ ზის პანჯარასთან თორე რეალურად კაცს უნდა დავიზეს. ჩემთვის ეს აუცილებელი. Reach designated for Hungarians outside of the terminal bodies. Let's make sure we're going to არაფერი არ გადაგვიღია, ქართველები შეხვდნენ. ერთად ვიმგზავრეთ. ერთად ვიმგზავრეთ. კარგი ხალხი იყო და ვილაპარაკეთ რაღაცეები, ისეთ რაღაცეები გავარკვიეთ რა, როგორ უნდა გვექნა რანაირად და 115-ია ჩვენი, ხო? Yes. აი, ეს არის ჩვენი ნომერი, room tour-ი. ესეთი ოთახია, ძალიან კაი ოთახია, სხვათა შორის და ძალიან კაი სასტუმრო არის. ძალიან პირველ რიგში ეს არის ყველაზე მთავარი, ძალიან სუფთა. საბაზანო, ცოტა პატარა არის. სამაგიეროდ კაია, დიდი სარკეა გამომაგიერო. რაღაც დანიკენის დროინდელი ეს არის ვანა. მაგრამ ნუ რაც მთავარია, როგორც ჩვენ გვინდოდა რა, ძალიან ნათელი არის, ძალიან საკაიფოა. მთავარია მე. Oh shit! ესეთი სნეკები დაგხვდა ოთახში, რაღაცეები. ისა აიუნიდან გაგახედოთ ერთი. აუ ეს აივანი ძალიან მოგწონდა და მოკლედ all inclusive გვაქვს აღებული ესეთი სამაჯურები გვაქვს, რომ ბარში ნებისმიერ დროს შევუკვეთოთ. რაც გვინდა იგი აგი. კარგო, ლუდი უნდა სვა რამდენი იცით ხალხო? 1600 € გვაქვს გადახდილი და დედას გებიზენ თუ რომელ ლუდი აქვს 1601 ევროსი უნდა დავლიო. დავიდეთ. მე რომ ხელ თავი მიჩანს ხელ თავი არ მაქვს. ეხლა შემოვედით რაღაც დაწესებულებაში და ბექა ყიდულობს ლუდს, რომელიც ურჩია, ვინც მოგვიყვანა სასტუმრომდე ტრანსფერმა. კაროჩა რომ მოვდიოდით რა, ამ ლუდზე თქვეს რომ კაროჩა მაგარიაო ზაანო რა და სხვათა შორის ძვირი ღირს. 2 € და 30 ღირს რა. ლუდი არ დამილევია? რამდენი ხანია თინ? კაი ადგილი შე. გემრიელია ძალიან. მომეღო გამასიჯებეთ. აუ თინას რო დაევასო ახლა ლუდი, ჩემზე ბედნიერი კაცი არავინ არ იქნება ხალხო. ოღონდ ამას ლუდი მოეწონოს. ნუ ამას დავლებდი, იმიტომ რომ საზღარი გემო არა. ხალხო, მე მგონი
დაერხა. ვაუ. მე მგონი მეორედ მომყავს სოლად რეებს იძახის. რაღაცა ნაცნობი ლუდის გემო აქვს რა. კი, კუჭი ამეწვა. ეთყობა რომ ძალიან ლაითია, გეტყვით ალკოჰოლი. 4 ნახევარი აქვს ალკოჰოლი. ვისაც გასინჯული გაქვთ, ეს კეო როა წერია რომ აი ერთ-ერთი კორონა არის რა. რაღაცა ვიბლადუნე ხა მთელი დღე არ მიჭამია არაფერი და რაღაც ცოტა სხვა რაღაცაზე ვფიქრობ. მაგრამ დაიკი. ეს არის ჩვენი სასტუმრო ნაპაპლაზა. რო არ გადმოვა ქართულო. მაშინ მაგ შემთხვევაში იაფია 18 ევრო და 75 ცენტი ღირს. ნუ ეს 2 ნახევარი რო ღირს, ცოტა ბევრია კვილი ჯაგრისისთვის 2 ნახევარი. მოკლედ რაღაცაი როგორი წვრილმანი რაღაცეები ვიყიდეთ. ეს საერთოდ არაფერი არ გვიყედია. კვილის ჯაგრისი, კვილის პასტა, შამპუნი და რაღაცეები, აი ძალიან ისეთი კრემი არის ზაგრისთვის. ეს ყველაფერი იყო ერთი რავიო 50 ევროსი რა. შეიძლება ჩვენ ვართ ისეთ ადგილზე ხარ რომ ძალიან ძვირი ღირს. მე ხო გავივლით გამოვიდით და ყველაფერს მივხვდებით რა. რესეფშენის შემდეგ არის ესეთი სიტუაცია, კაფეა მთლიანი, აქეთ წიგნები და რაღაცეებია, როგორც მივხვდი. ესეთი აუზია რა. და გარშემო არის ოთახები სულ. წავალთ ახლა, მოვიხოდებით ცოტა და დავბრუნდებით ისევ. აქამდე დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, 200,000 გამომწარზე ავიდეთ, სანამ ამერიკაში წავალთ. ესე იგი, თინ ეს რა არის? მილკშეიკი, მეორე წელი ლუდია ვიღებ. მოდიშთ. ბიჭო რა არის იცი? ერთს რო დალევ, ეს ლუდი არის, რაღაცა 300 გრამიან ჭიქაში მისხავენ რა და ერთი არის, ერთი მოყუდება და მეორეც ეგრევე მიდის რა. თინ, ცივია? თავიდან ოდნავ. მაგრამ ქარი რომ ესეთი აუზია. თუ სასტუმრო გაგვისწორდება საბოლოო ჯამში და ვიდეოსაც ნახავთ და თქვენც მოგეწონებათ, მიტყვი რა სასტუმროც არის და შეგიძლიათ თქვენც აქ ჩამოხვიდეთ, როცა აიანაფას გადაწყვეტთ. ჩერესენი აირჩია რა. მოკლედ მენიუ არის. როგორც ხედავთ, ძალიან მაგარი რა. კვილს არ ვიცი რამდენად გავსინჯავ, მაგრამ ყველაფერი ძალიან გემრიელად გამოიყურება. ესეთი მენიუ არის, სალათები, სუში არის. ეს ვრეპები, პატარა მინი. all inclusive, როცა გაქვს ძალიან ბევრად მარტივია ყველაფერი რა. იმიტომ რომ არ გიწევს აქეთ-იქით ბოდიალი, უსვათ რომ მოგშივდება, შეგიძლია ჩამოხვიდე, ჭამო, საკაიფოთ და მერე გახვიდე სასეირნოთ. ესე იგი, ავიღეთ, რავი, ყველაფერი ალბათ, რომ გავსინჯო. ეს არის შემწვარი გოჭის ხორცი. ეს რაღაც соусები, სუშიც ავიღე, ვრეპიც ავიღე, პიცაც, ფრიც. ეს ქათმის დაბასტურებული ხორცი არის შემწვარი. ეს მოხარშული კვერცხი არის რაღაცეები და ეს დინას დესერტები და რაღაცეები. ვეცადეთ რომ 7 დღე რადგან აქ უნდა ვიყოთ, ყველაფერი ავიღეთ რომ გავსინჯოთ რა მოგწონს, რა არ მოგწონს, რომ შემდეგ დღეებში ვიცოდეთ რა შევჭამთ. ვინც ჭამთ თან ვიდეოში, გემრიელად მიირთვით. ვაკა ყველაფერი ვაფშე ძალიან გემრიელი იყო. მართლა დილით რო ჩავალ, დილით სავარაუდოდ სხვა საკვები იქნება, სხვა რაღაცეები დაგხვდება. ხო. ხო და პარკში უნდა გავიდეთ ეხლა რა. პარკები ხო თბილისში არ არის და აქ ჩამოვიდეთ რა. გცემ, ეს არის ანუ ატრაქციონები რო არის რა, სხვა დროს. ანუ მუშტაეთში მივდივართ აიანაპას. კარჩე რა ვინახოთ რა იქნება და როგორ იქნება აგერთინა. წინას არ განახებთ რომ აი ამ მაღაზიებს უყურებს. ჭიქები და დებშები იყიდება თბილისში რაც არის. ოღონდ ნუ აქედან წაღებული ხო სხვა. ესე იგი პარკში ვართ. მოდი მე რო არ ვილაპარაკო. ეხა თვითონ თქვას. იმიტომ რომ მე რო ვიტყვი, ამას ეწყინება. მე რა მეწყინება, მამა ჩემის კი არ არის. ქვია მა. აუგისო. დიდი იმედგაცრუება. ყველგან მეორადების სუნია. არ ვიცი რა ხდება. დედასკეფიცები. სიტყვაზე ხო შეიძლება წახვიდე აი მალდივებზე და ძალიან ლამაზია და კაროშე აი ნუ ასად გასვლა არ გინდა ის ყოფილებს იქ. ეხლა გამოვედით, იმიტომ რომ პარკი გვენახა, პარკში შემოვედით. დედასკეფიცები ეხლა შეგახედებთ და თქვენით აი რა შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ. აი დედასკეფიცები რო შემოვედით, პირველი ის თქვი რომ ქობულეთში რომ არის. ანუ ეს არის პარკი. ეხლა ბოლომდე განახებთ ამ პარკს, მაიკები იყიდება ესე, 6 ევროდ, ეს მაიკები რაღაცა ესენი ახატია.
ლაბუბუები, მოკლედ. ეს არის ეს, აქ ალბათ სნექები და რაღაცეები იქნება დღისით. მაგარი იმედგაცრუებული ვარ. ეს პირველ დღეზე გელაპარაკებით. იმიტომ რომ ხვალ შეიძლება წავიდეთ და ძალიან ლამაზი რაღაცეები ვნახოთ. ქუჩებიც, რავი რა. ინდოეთის იმას რომ ვნახულობდი ხოლმე ვლოგებს, სოსო და ესენი რო დადიოდნენ, ეგეთი ქუჩებია, რავი, რა გითხრათ. ვისაც ჩემნაირად მოსწონს ცხოვრება, ანუ გინდათ მარტო დაწოლა, ჭამა, აუზი და რუჯი, იდეალურია კარგ სასტუმროში რო წამოხვალ რა. დედას გეფიცები, ეგვიპტეში იყო ზუსტად ეგეთი სიტუაცია. ეგვიპტეში არ ვიცი, მე არ ვარ ნამყოფი, მაგრამ როგორი სიტუაციაა, იცით? ლილოში რო წახვიდეთ და იყიდოთ, რავი, კუპალნიკები და რაღაცეები, რავი, არაფერი. თვითონ იმ კაცმაც ვინც წამოგვიყვანა, აქ იმანაც გვითხრა, რომ 2500 კაცი იქნებაო, ალბათო, მაცხოვრებელი ვინც არისო და მოქალაქეო იმენაო, თორე დანარჩენი ალბათ მილიონობით ტურისტიაო რა. რავი, რა სტრიპტიზ კლუბებია, ტატუ, პირსინგ მაღაზიებია. რაღაცა ოპტავოი მაღაზიებია. ქირავდება ბაგები, აგერ არის ბაგები არის და რაღაცეები წინ. სულ არის, კაროჩე, ყველაფერი ვაფშე, რასაც ხედავთ, არის იმენად, ტურისტებზე გათვლილი. სრულად, რო წაიღო მაგალითად აქედან სუვენირად რაღაცეები, ყველგან ვაფშე თუ სადმე გაიხედავთ, გამოიხედავთ, არის სუვენირების მაღაზია და არა რაღაცა ორიგინალი და რაღაცა ისეთი სიტყვაზე რო შეხვიდეთ ზვირადღირებულ მაღაზიებში რა. და სხვათა შორის რაც ვნახეთ ყველაზე უცნაური, დადის უამრავი ლიმუზინი. უამრავი, რავი, ისეთი ლიმუზინები დადის ჩემს ცხოვრებაში რო არ მინახავს W211 ვინც იცით, მაგის ლიმუზინი დადის, რავი, უამრავი, პროსტა საიდან მოიყვანეს ამდენი, საიდან ყავთ ვერ ხვდები რა. როგორ მარკეტში შევდივართ ხალხო, იცით, შეხედეთ, ოპტავოია ჩვეულებრივი რა. პროსტა ფასების გამო შევიდეთ ვნახოთ. Red Bull ღირს ევრო და 40 ცენტი. აგერ ყველანაირი Red Bull-ია, რაც საქართველოში არ არის, ან ეხლა რო გამოდის და საოცრება რა. ფანტები ნახეთ, Coca-Cola ფანტები, მირანდები, რაღაცეები. ნახოთ ლუდის ფასები. კორონა მაინტერესებს. რა ღირს ჩვეულებრივ. Hello. Hello friend. Hi. ევრო და 25 ღირს. Open the Sagartvelo, open. No, thank you. აგიხსნაო, მე და ოფილი არ არის პირველი დღე თინა. სიმართლე რო გითხრათ, ცოტა დაღლილები ვართ, ცოტა არა, ძალიან დაღლილები ვართ. იმიტომ რომ ცოტა გვეძინა ეს რაღაცა პირველი შთაბეჭდილებით ახლა წამოვედით, ის არ მოგვეწონა ძალიან. და რავი რა. ერთადერთი სასტუმრო მოგვეწონა. სასტუმრო ძალიან კაია, საჭმელებიც ძალიან კარგია სასტუმროში. გოგოები დადიან ძალიან კარგები. ხო, გოგოებიც დადიან ძალიან კარგები. თინას მოწონს. მე კაიხა. შეხედეთ, просто blow job is better than no job. შეხედეთ, რას ამბობს. კაროჩე წავედი რა. ხალხო, ეხლა არ დაიწყო სისულელეებიო. წინასწარ გამოგფრთხილა, წინასწარ გეუბნებით რა. დაიწყო ხალხო. No drinks in the shop, please. Okay. No drinks in the shop. ხალხო, ამას ახლა დავვლევ დავსვი. აქან დასწამოვედი. კარჩ ხალხო, აქედან რო გავალთ. ყველაფერს წამოვედი, აქედან რო გავალთ, მაგრამ ძალიან ძვირი ხირს. 2 ევრო ხირს. ხო, სხვა რა ვქნა თვითონ. არა, რაკნაზე არა. ნახე სამაგეროს ძალიან საქართველოს პოლარიზის ის ფანტაკარის 3 ევრო. ხო, ეს ფანტა ალუმინის კილაში რო საქართველოში 10 ლარების. ძალიან ლამაზი სასმელებია ეს. просто ყველაფერი ძალიან ძვირია რა. იმენა ტურისტული ეს არის რა, ადგილი. ხალხო, ალბათ ვერ მიცნობთ, მაგრამ მე ვარ ისევ. დამწვარი ვარ, როგორი იცი, სიტყვიერად ვერ გეტყვით. თინაც იგივენაირად თინას. ანუ ყელზე არ ვიცი რა მოხდა. არ წავიღეთ კამერა იმის გამო, რომ მარტო აუზზე უნდა ჩავსულიყავით დღისით რა. დღისით 11 საათისთვის აუზზე ჩავედით. თინამ გუშინ რაღაცა კრემი იყიდა იდიოტმა 18 ევროიანი რაღაცა იმაზე წასასმელი ტანზე ზაგარნი კრემი გუშინო გითხარით დიდას გეფიცებით.
ყველაფერი მткиო, ვაფშე ნაბიჯებს ვერ ვადგავ, ცხელ წყალში ვიბანავე და მაკანკალებ და ცუდა თუ არ. ანუ ეს ძანძაშილად მიჩანს. ხო არა უშავს. გაგივლის. დამწვარი კი არა, გადამწვარი ვარ. ეხლა უცბად სარკეში შეგახედებთ როგორ მდგომარეობაში ვართ. ამოვედით გარეთ. ესე იგი hard rock-ია და ბურგერ ბარია. სხვადასხვა ქვაფენილი თბილისივით არ არის და კარგი ქვაფენილია, ისეთი რომ ვერც იგრძნობ, დარწმუნებული ვარ, მანქანით რო გადადიხარ და აგერ ვასკა. ეს არის აიანაპას ცენტრი და აი აქ ვიყავით გუშინ, აი აქ ატრაქციონი რო ჩანს. ბურგერ კინგი. ბურგერ კინგის შორის სადაც კი გამისინჯავს არცად არ მომწონებია. ყველგან გავსინჯი ალბათ სადაც ვიყავი რა და არაფერია რა. აი ეს არის ჩვენი სასტუმრო. აი ვახ ჩემი თითი ვერ აი ეს არის ჩვენი სასტუმრო. 211-ის ლიმუზინი კიდევ ერთი. სო ესეთი რესტორნებია რა. და ყველას რანაირია პატარ-პატარა. ხო და აი ჩვენთან რო არაბები ჩამოდიან რა და არაბებს რო აი რაღაცნაირი ესა ნიშნამოები თუ რაღაც რო ეგრეთია ძალიან ძაფრი და რაღაცნაირი რო არა. რაღაცა სპირტის სუნი რო აქვს რა ძალიან ადიკალონი. დედასგების კიდევ ერთი ეგზემპლი არის შეხედეთ ხალხო გთხოვთ სიმსოტის ლიმუზინი. აუ სტრიპ ვოქ ჩემი ოგო ოგო სტრიტკლა ამოთი დედამ ოდიში მე მანქანას განახებდით არ იფიქროთ არავის სოლიანმა რომ ვაპიარებდი სტრიტ კლუბს მე თვითონ მეუღლესთან ერთად ვარ ხო და best value გვაქვს წინ ეს სიტუეიშენია რა მე ვიცი რომ ესეთი რეალური ვლოგები ყველას გაინტერესებთ რა აი პოხუისტორი ხო და აი ესეთია რა აიანაპა მაგი დედამო ერთი მაკლია დავსხდეთ მამი და ეგა ფანტანი გვაქვს ჩვენთანაც რო აშენებდნენ ხოლმე რამოდენიმე წლის წინ აქიროვდება ბაგები ლიმანაკი აწერია შესასვლელს ლიმანაკი რა არის არ ვიცი მაგრამ თინა იძახის რომ ეს არ არისო სანაპირო ხალხო ეს სიტყვები დაიმახსოვრეთ ამოჭერდით და ცოტა ხანში დაელოდით თინას სახეს ცოტა ხისთავიანია აი ესეთი კრიშტიანო როლანდოს მაიკები კიდევ აქ არავაკ ვასოს რესტორანი ვახ ჩემი ასოს ვასოს რა მეთქია აი აგერ ვასო ხალხო რო იძახის რომ რავი ჯეტიათი მაქვს მარტო შემოსავალიო ვასოს რესტორანი აქტივს გახსნილი აიანაპაზე ფუში აფერისტო იუთუბერო ჩემი მეუღლე ბევრად მაღალია ვიდრე ვიდეოში არ იფიქროთ რომ ეხლა გაასაროს აი კატერზე დავიჯერეთ რა გითხო აი აქ ვახ ჩემი ვა სანაპიროზე გავიჩიდეთ მაგრამ თინამ თქვა რომ აქ სანაპირო არ არისო არა და იახტებიც არის აუ ეს ახლა შეიძლება ამ რესტორანთან რაღაც იახტები მოყენებული თუ რა გიხარ დედამიწაზე არსებობენ ხისთავიანების რაღაც ოდენობა, მაგრამ თინას აქვს იმის 99% რაც ყველას. აი ესეთი ადგილი არის. ნახეთ. ვახ, რა ლამაზია ეს წინ. Black Pearl. შავი მარგალიტი თინ. და იმას კარგი ზღვის მეკარეებში როა. Pearl საიდან ვიცი რომ მარგალიტი არა და ინგლისური არ ვიცი. ყარს წყალი ხო რა რა იყო დამპალი წყალია სხია თუ ძალიან კარგი შუტკა იყო მომეცა ხაკაფს უკუნე აკეთა ბორო ციცილში და რა ბიჭო ნახე რა ისა ამას ღუზის ჩასაყოფი აუ იქი ძალიან მაგარი იახტები აყენია ხალხო ესეთი მყავდა ჯეტიაში ერთ დროს ვაიმე რა მაგარია ამას შეხედეთ ხო რა გვერდით ამას შეხედეთ გთხოვ სანდენსერ აუ რა პიზდეცი რაღაცა და გვერდზე ესეთი ეს არის სოფია ლიმასოლ ესეც ქირავდება აი აქ უყურეთ აი აქ აბიჯებთ ამ კიბეზე და მე აი აქ შეახტებით და გადადიხართ პირდაპირ
რო დაგვინახა რომ უყურებდით იახტებს. Hello guys, გინდათო? კარგი იახტები მოგაქირო. რა გვინდა ბიჭო იახტები. მე გადავებით სურვა იცის. ჰოთელი გოგო მოვიყვანე ცოტა. სურვა იცის რო ვეტყვი რომ ეგ მეტკას რო დაუდებ წინ. იქით მეტკას რა გიძები ხო რა? გეხოწები ანუ ხალხო. ბექა მოუღებ მეთქი ხა. ხო კარგი. აღარ მუღებ. თუ რა წესია? მე რო ეგრე ვინმე გადამიხოს გადავატეხავ თავზე რაღაცას. კარგი. რა წესია? ესე იგი ხალხო მივდივართ იახტების. ეხა გაწიე თორე აუ რა კარგად ხარ, გავგიჟდებ. არა ისინი რო აკეთებენ კორელები. გამორთიეს ჩანთა ვინმეს დარასტ კარვეგონ. ბიჭო რა ჩაიგდე. კარჩა ეს არის ჩვენი სახლიდან კილომეტრ ნახევარში რა. ბექა აი ესეთი ბიჭი. კი არ გეგონოთ რომ ბოზებზე საუბარი. დავისვენეთ ახლა ცოტა წყალი გადავუღლეთ რაღაცა აქეთ-იქით და გამოვედით გარეთ. გამოვიძახეთ ტაქსი და მივდივართ ნისი ბიჩისკენ. 2 კილომეტრი და 800 არის ჩვენი სასტუმროდან ნისი ბიჩი და ტაქსმა დაგვიწერა 11 ევრო. ჩემი golden goose-ები იმენა გამიბანძდა. თინა დადის იმენა მოანასავით. ესეც ნისი ბიჩის კიდევ ერთი შესასვლელი ძალიან ლამაზი ადგილია ეს. მოუწესრიგებელია, მაგრამ იმიტომ უფრო მოუწესრიგებელი, რომ ძალიან ბევრი ტურისტია რა. ძალიან ბევრი ტურისტია და ალბათ მაგიტო. თან ავდივარ და თან გაჩვენებთ ეს სასტუმროს ტერიტორია, რომელიღაც სასტუმროსი და ნუ ახლა აქ რო ცხოვრობ რამოდენიმე კვირა ან დღე ძალიან ასწორებს სანაპიროსთან ხარ ახლოს. მზის შესვლა უნდა მეჩვენებინა, მაგრამ რატომღაც ჩანს, ნელ-ნელა აფიქსირებს. ძალიან ლამაზია. და ძალიან კაი ადგილია ეს კონკრეტულად, თუ მოგინდებათ ფოტოების გადასაღებად, ძალიან კაია. თინა მოჩვენებს რომ კაცი. აბა მოდიხარ რომ მე და ჩემი ფონი ჩავიდე. უყურე. აქ შავდივართ რა. ეს ახალდასხმულია აქ. აქ ნახე. სულ. ეს აქ ცუდი პლიაჟი იქნებოდა რა ძალიან. და ნორმალურად რო ჩახვიდე რა. აუ, ძალიან კაი წყალია. ღადაო. ჩემი ქმარი იხრება, იმიტომ რომ მე ამ კამერაში რაღაცნაირად ძალიან ჯუჯობშარ ვარ და ეგეთ პატარა არ ვარ. გაიძრიე. აუზები ძალიან დიდი ბავშვების, დიდების, რავი. ნახეთ. აკვაპარკის საუბრში გეთ. ის სხვა სასტუმროა ბექრას. ეს კიდე სხვა არის, მაგრამ ნუ ერთი და იგივე ისაა აქ რა კონსტრუქცია. ნახეთ რა ლამაზია პროსტ. აუ ძალიან მაგარია, აი ძალიან. ამათ ორივე საძინო. არა. უყურეთინა ეს ქირავდება სართულები რა. ოთახება. ძალიან მაგარია. წარმოიდგინეთ ხალხო, ეხა აქ რო ჩემი ფოხანები მქონდეს გადმოყრილი. მართლა ძალიან ლამაზი ადგილია. სასტუმროს წინიდან რო მივალთ ეხა, გეტყვით რომელი სასტუმროა რა და თუ ძალიან ზვირი არ ღირს, აქ რო ჩამოხვალთ, ამაზე მაგარი ადგილი, რავი, ჯერ არ გვინახავს. ხალხო, ეს არის გადაღების პროცესი რა. რო იცოდეთ. აი ესე დამაყენებს, ბაღიდან რო ბავშვს გამოიყვან და Please. რო იცოდეთ. რა კამერაა თინ? Canon G7X. მაგრამ ეს არის limited edition-ი რა, და 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვეს ეს კონკრეტული მოდელი და რა თქმა უნდა პირველი საწამოვიდა თუ გამოიცნობთ ფოტოში. წავედით. ეს არის Adams Beach Hotel-ი. Adams Beach Hotel-ი არის all inclusive არა აქვს პროსტა რა. ეხლა გაგვახსენდა რატომაც არ წამოვედით აქ. All inclusive არა აქვს ამას რა. ხო და ჩვენ გვინდოდა რომ all inclusive ქონდა, რადგან სვაუზე ვართ ისეს, მაგრამ არსად რო არ გავსულიყავით ეს საჭმელად რამოდენიმე ჯერ დღეში. ხო, მაგრამ ის დავჯავშნეთ რა. ახლა მოვედით რაღაც რესტორანში. Thank you. ფასები კარგია. ზრუარ ხატია ვერ ვეგუები რა ეს საქართველოში რაღაცა კერძები რაც არის რომ რესტორნებს აქვს ესეთი კერძი რომელიც შეიძლება არ იცოდე და არ ხატია რომ წარმოდგენა გქონდეს ცოტა სტრანული. აქეთ არის შენი სიყვარულები აქეთ არის და. ლუდი ღირს სხვათა შორის 3 ევრო და 40 და ძალიან იაფია იმიტომ რომ რესტორანში ბევრად ზვირი უნდა ღირდეს. იგი პირველი შევუკეთა მოიწონა მე მგონი. მოგეწონა?
ძალიან გემრიელიაო. შევკვეთეთ პირველი პური ნივრით და ყველით. თვითონ მოგვიტანეს ეს აპეტაიზერად რომ მოვაქვთ ხოლმე ყველა რესტორანში რაღაცაები. ცხელი პური არის და რაღაც соусია, ხო. მე ლუდი შევკვეთე, ეს კიო მომეწონა, კარგი ლუდია და თინამ კოლა შევკვეთე. მოკლედ შევკვეთეთ, მე შევკვეთე კარბონარა და ბექამ აიღო სტეიკი. არის სტეიკი, რო იცოდეთ, ზემოდან არის მუხრაკული ხახლები. სტეიკი ვერ ვიპოვე ამის დედაშო. ესეთი კაი სუნი მოიტანა რა, რა ვიცი. კი. ბრინჯით არის რაღაცეები, ეს ბოსნეული და ეს თინას კარბონარა. თინა გაგიჟდა, ისე მოეწონა კარბონარა. ძალიან ესეთი გემრიელი არ მახსოვს. ნუ სახში რო ვაკეთებ უფრო გემრიელია, მაგრამ სახში რო ვაკეთებ თუ უფრო გემრიელია, ესე იგი არ ვარ გას. არა. მე ვიძახ იმასო უფრო სხვანაირად სხვა მაკარონებს. რა შეეხება ჩემს სტეიკს ეს ღირდა 35 евро და ჩვეულებრივი შემწვარი ხორცია. თინას ძალიან მოეწონა. კაი, ყველაფერი მართლა. მეც მომეწონა ასე თუ ისე, ნუ სტეიკი არ იყო ისეთი როგორცაც ველოდებოდი, მეორად უკეთესი მეგონა, მაგრამ გემრიელი იყო. ისეთი არ ყოფილა რომ რაღაცა ანუ ვერ შეჭამო რაღაც, ხო, რა, შევკვეთეთ ერთი ლუდი, ერთი კოლა, კარბონარა, პური, ყველით და ნივრით და ეს არის 60 ევროსია? ხო. 60 евро. Yes. და ჩემი მეუღლე მეპატიჟება რა, არ ვიცი. შემოვედით რაღაც ნაწნავებში, ანუ აქ არის ვარიანტები რა, როგორც აკეთებენ თმებს. ხო და ეს ამოირჩია თინამ ესეთი ვარიანტი 40 евро ღირს. ხო და 20 წუთში 40 евро წავახაერში თუ არ მომიხდა. 20 წუთში გავაკეთებო რა. თუ არ მოეწონება სახლში რომ მივალ დაიშლის. ძალიან ლამაზად გავუკეთე, მას შემოიხედეთ. Thank you. How much would it cost? ეხლა გავუკეთე თინას მაქსიმუმ ნახევარ საათში, იმიტომ რომ ცალიმხარი არ მოეწონა თინას. ნაცნავი იყო ერთი ოდნავ სულოდნავ დიდი და ერთი პატარა რა, მარჯვენა და მარცხენა საათი ჩამოგდებული. არც ეთყობოდა ჩემი აზრით, მაგრამ თინამ შეაცვლევინა და მაგდო გაიწოლა. არ ვიცი რა. მართლა არ ეთყობოდა. ეთყობოდა. მანა cool. ავედით ახლა სახლისკენ რა. ეხლა ჩვენ მივდივართ პლიაჟზე. ჯერ ვსეირნობთ, მე ველოდებით ირაკლის და თავის შეყვარებულს შემოგვერთდებიან და წავალთ რომელიმე ლამაზ სანაპიროზე, რომ კარგ წყალში ვიჭყუმპალაო. სანაპიროზე რომ ნახო. ოპა. როგორ უხდება ნახე. კითხავიდან წამოიღო. მკიდა ხალ. ძიმია და მხარი მაქვს დამწვარი. ეხი მკივა ტალღებიანა. მოვედით მისი ბიჭზე. სალომე, ირაკლის შეყვარებული, ირაკლი, იკარუსი. ძალიან ბევრი ხალხია, აი უამრავი ხალხი არის. ამაზე პოპულარული ალბათ აქ არ არის. აი ანაფასე ადგილი არც ერთი. კაიფია ძალიან ასწორებს რა. ეს ზღვა ვაფშე სხვა არის, ჩვენი ზღვა ვაფშე სხვა არის რა. ძალიან სასიამოვნოა და ასწორებს. ტიკტოკერები? ამათ შეხედეთ აქ. ესენი კამერებით არიან იქ გასულები. ტიპები არიან ზოგი, რომლებსაც აკლიათ, არიან შიგნაკრავებიც, ბევრი, არიან ალბანელები, რომლებიც შავებში არიან ჩაცმულები სულ და ბოტასებით დადიან პლიაჟზეც, შეზლონგზეც ბოტასებით, მაიკით, იმით კურტკით წვანან, არ ვიცი რატო. კარჩე, ყველანაირი კატეგორიის ხალხს ნახავთ აქ რა. და ქართველებიც უამრავი არიან, ძალიან ბევრი ქართველია რა. მაგრამ მე გირჩევთ, რომ თურქეთში წახვიდეთ. გამარჯობა გენაცვალ. იმედია ჩემი ხმა კარგად ისმის, თქვენ შემოგლავთ. მე ირაკლი, სალომე და თინა ვართ გამოსული ერთ-ერთ ახლო რესტორანში ჩვენ სახლთან. ხო და მე და ირაკლი შევუკვეთეთ სტეიკი არის ნეკნია, ხო? ნეკნი არის შემწვარი, ეს სალათი მოყვება. თინამ შევუკვეთა რა შევუკვეთეთ თინ? ხათამის სოკო და რაღაცა. ხათამის სოკო და რაღაცეებიო. სალმონი შევუკვეთა სალომემ. სალმონე მიწერია ამ. ესეც ირაკლის მოდის. კიდე გვაქვს ბერძნული სალათი შეკვეთილი და ლუდები და რაღაცეები რა. გამარჯობათ.
დილამშვიდობისა. ო, დილამშვიდობისა, თქვენთან არის საათი რა უყურებ. დღეს გქონდა დაგეგმილი რომ წავსულიყავით იახტით გაგვესეირნა ზღვაში და გვენახა რაღაც ადგილები რა, საათიანი ტური ან საათნახევრიანი. ხო და მოვედით ამ ადგილზე ისევ ღამით რო განახეთ. აგერ რას გადავწყვეტ და როგორ ვიზავთ ნახოთ რა, იმიტომ რომ საკაიფო ქარია. короче, ამინდი რო გითხრათ რომ რაღაცა ისეთი კარგი ამინდი დაგვემთხვა არა რა. დღეს იყო ძალიან ცუდი ამინდი, ამიტომ გადაიდევ ყველაფერი და ვაფშე არაფერი არ გვქნია, სახლში მოვბრუნდით, აუზზე ვიყავით მთელი დღე და ეხლა მივდივართ სადმე. სავახში მოდ მე და თინა ვართ მარტო, ჯერ არ აგვერჩევია და გზაში ავარჩევ და სადაც წავალთ განახებთ ყველაფერს. მოკლედ ხალხო, ესეთი ამბავი გვაქვს. ჩემს მეუღლეს ხასიათი შეეცვალა უცბად და დავბრუნდით სახლში რა. რესტორანში აღარ წავედით და მაკი გამოვიძახეთ და ბურგერ კინგი. 20 ევროსი იყო მაკი და 30 ევროსი იყო ბურგერ კინგი. ეს არის ბურგერ კინგიდან სტეიკ ბურგერი არის ეს და ეს არის ბურგერ კინგის რაღაც ჩვეულებრივი ბურგერი. ნაგეცები არის ჩიზით რა. 9 ცალია ხო თი? ხო, 9 ნაგეცები არის 9 ცალი, 2 ბურგერია, მაგრამ დიდი ბურგერებია ეს შედარებით ბევრად. აქეთ არის მაგდონალდსი, ეს ჩვეულებრივი ჩიზია, რაღაცა ბურგერი გამოიძახა კიდე და ეს გრილედ ჩიკენ რაღაცა ძალიან დიდი რა, 2 ფრი და 2 დიდი კოლა. კაროჩე, ესეთი ამბავი გვაქვს რა. აბა გაიდღე. პირველი კარგი მანქანა აიანაპაზე. M346 კაბრიო. ებერი აგერ ზიზინებს. კარგი, თინას მივეცი ტელეფონი რა, მე შორტი მასვია მეთქი და ცოტა ისე ვივლი მეთქი რომ გამიშრეს, სანამ გემზე მივდივართ რა. სანამ გემამდე ჩავართ მეთქი და რესეპშენში სკავს დაეჯახა და ჩხუბით მოდის შენო ტელეფონი რომ მომაწოდეო წილო არ უნდა იყურო რამეს ხوار წამოვედები ხალხო, ქვებს მივაქვარი, ქვას. ესეთი სიტუაცია და რო დავიზრობით მე განახებთ რა უკეთესად გამოჩნდებაო კაპიტანმა გვითხრა ჯეკ ვეღურა. ბევრი ხალხია ძალიან 35 ევრო ღირს კაცს მე მგონი ნათქვამი მაქვს ეგ. გავდივართ აქედან სანაპიროზე და გაუყვება ესე სანაპიროებიდან და დაგვათვალიერებინებს ადგილებს რა. შეჩერების ადგილი არის ესეთი გამოქვაბული ხალხო აია გაგვიჩერა რომ ფოტოები გადავუღოთ. ძალიან კარგია მარტულში არასდროს ესეთი არაფერი არ გვინახავს. და სიყვარულის ხიდი, რომელსაც აი ესე დანგრეული ხიდი არის და შუაში არის გამოხრული. და გვია სიყვარულის ხიდი. ეთქობა ვიღაცამ ერთ დროს რაღაცა იკადრა ამ ხიდზე რა. ხო და ეს ისე წყალი კაია ძალიან მართლა very cool. აი ულამაზესი ზღვა არის. მუსიკებით ძალიან მამხნევებს, რომ ეს რო ჭანჭყარებული არამერიო. მე მგონი ხტება ეს ჩემისა განახოთ. ვაჩი მაი მე მგონი სულ დავარ არა ეს კარგად ჩავარდა თინა აქეთ кайფობს თავისთვის აი ესეთი წყალი გვაქვს გარშემო და ტივები кайფობენ ეგერ პარაშუტებით ვახ ხუზა ჩავაგდეთ ერთ წუთი პირდაპირ ეთერში ხუზი ჩაგდება პირველად და ღმერთს უნდა ვუყურო ჩემი რა გავუკეთებ ბიჭო ერთი წუთი მოახლოვებული ვარ ისეს ლამაზი ვარ მაგრამ ესე ჯობი ვარ მოვედით რაღაც სანაპიროზე ძალიან ლამაზია მაგრამ მაგარი ღრმა არის ეხა აქ მე ვერ ვიცურავებ იმიტომ რომ ცურვა კარგად არ ვიცი ბიჭო კაი არა უშავს ფეხებს ჩავაღვარღვალებ თინაც ჩემი პატარაც რაღაცა კამერებს გამოვართმევ და ჩავღვარღვალდები ეს არის ბლუ ლაგუნა მოკლედ სადაც ვართ და ამ ადგილზე ჩერდება ყველაზე დიდი ხანი რა გვითხრეს რომ კუებიც იქნებიან კუები თუ არ იქნებიან დისლაიკ კუები თუ იქნებიან ლაიკ ჩვენ არ ხარ ბლუ ლაგუნაზე მაგრაცილა ჩადივით აი ბიჭო ვიდეოში ჩადი და ჩამოვა ჯდები ჩადით ბიჭო რა სტრიპა ჩავთ რაცილია ვერ ჩამოყვა ბავშვები ხტებიან ბიჭო რა გჭირთ ჩადით მამეცი ეგ მიკროფონი სად მიგა
ღმერთო შემოშეყედეთ გეყოლოს. პატარა სილაპუნა ვინ არის? კამერით ვერ ამუღამებს ყოფნას. მოცურავს ჩემი დელფინი. ეს იყო თქვენი გასეირნება? მე ვრჩები. ჩამოვიდი ყინავს ბიჭო. გამომართი შენი კამერა და ისა. და ჩახვალ ხო? აბა რა ვიზავ? ნაცნობარი. ლეგენდა. ისეთი ყინულია დიდა სოფიცა ვარ. აი ხლა აქ ბანაობას ბლუ ლაგუნა კი არა თუ გინდა ისე. ჩაგდებას რა ვქნა? მე ეს არ ვიცოდი. მაინც თავს დავიწყო მაგარდა. აი გოგონო ვიგონებ რა არ გჭირდება არა ის რასაც შენ დაწურო უკან დავწურო. მიდი. ეხა უყურეთ ხალხო. ეხლა უყურეთ. ეხა ნაგლად ჩადი სპეციალურად. აღიარე. აღარ მინდა და მოცურავს. ერთი წუთი რატო ამოდიხარე? ზიშკენ თუ წავაგდე ხო? რატო ამოდიხარ? მე მეღადავებოდა ხალხო. აგერ ეს კაცი გვეუბნება რომ შემდეგზეაო, კაროჩეო ისინი კუები რა, შემდეგზე არ იქნება კუები და ამოტებს დავტოვებთ და წავალთ მარტო ჩვენ. აი მაგარია კახეთი. ჩვენ გაგვიმარჯოს ხალხო ქართველებს. ნახეთ ხატები არის შიგნით აი აქ გამოქვაბულში ვიღაცის დატოვებული რა, ან ხალხის დატოვებული უბრალოდ. სხვა ძალიან ლამაზია, ძალიან სუფთა არის, მაგრამ ნუ აი დიდი არაფერი. მე ესეთი შეფასება დამირჩა. ეს არის ბოლო გაჩერება და ამის იქით აღარ გააჩერებს არცად რა. ხოდა. ვერ ვიტყვი რომ ცუდი იყო. ესეც უნდა გქონდეთ ნახე ისეც. ბრუნდები უკან და ცოტა ქარია და არ ვიცი რამდენად ისმის, მაგრამ ლაიქ შეი რა. ჩაუბარგდით. ყველაფერი ჩაალაგა თინამ. დავალაგე სასტუმრო. დაალაგა სასტუმრო ისე დაახვედრა რა ვიცი. ფრენა გვაქვს 2 საათში და 40 წუთში. როგორ შევაფასებდი რო გითხრათ? სამეგობროსთან ერთად ჩამოხვალ აქ გაერთობი. თუ ქობულეთში ჩახვალ სიტყვაზე სამეგობროსთან ერთად და იქ გაერთობი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ვაფშე არაფერი არ მომეწონა, ვაფშე არაფერი არ არის. ალბათ რა ვინც ნამყოფი ხარ ხა ვიღაცეები დაწერენო, შენა ძმაო იქ არ ახარ ნამყოფი სადღაც მთაზე და გორაზე რაღაცას მოიგონებენ დაწერენ, მაგრამ ყველაფერი არის ტურისტებზე გათვლილი, რესტორნებიც არაფერი განსაკუთრებული, სასწაული, რავი ზვირიან რესტორანშიც ვიყავით და იაფიანშიც ვიყავით ასე თუ ისე. როცა იხდი რაღაც გარკვეულ თანხას იაფს არა, ნუ რო ღირდეს ახლა აქ წამოსვლა 1500 ლარი ან 1000 ლარი რო ღირდეს კაცზე, აი 1000 ლარი რო ღირდეს კაცზე, მაინც არ წამოვიდოდი. იმიტომ არ წამოვიდოდი რომ რაღაცა ყლეობა კვადროციკლით კატაობენ ბაგით ყოველ დღე. და ხმა შემოდის როგორიც შეიძლება ტვინი აგიფეთქდეს. რავი მე გადაიწვევი, არაფერი არაა რა. მე ესე შევაფასებდი, კაროჩე, თქვენ ვინც მოგზაურებთ და თქვენ ვისაც მოგეწონებათ თუ რავი არ მოგეწონებათ თუ რა სიზავთ ნამყოფი ვინც ხართ, რავი დაწერეთ, მოგწონთ თუ არა. მე მაგალითად 10-დან 3-ს დაუწერდი, იმ 3-ს დაუწერდი ზღვას. ნუ ეხლა დანარჩენს სასტუმროს ხო არ შევაფასებ. სასტუმრო ისაც გადავიხადეთ ისეთი ფასი, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში დავისვენებდით 6000 გადავიხადეთ სასტუმროში. All inclusive იყო, საჭმელი შედიოდა, დილი ჩუა დღეს საღამოს ყველაფერი შედიოდა. სასტუმრო კაია, კვებაც კარგი იყო, აუზიც კარგი იყო, მაგრამ აუზი და კვება ქვეყანასთან ვაფშე არაფერ შუაში არაა, შეიძლება რავი, წერეთელზე ააშენონ ისეთი სასტუმრო, რომ კარგი აუზი ქონდეს, კარგი კვება ქონდეს და ყველაფერი, მაგრამ ეგ იმას ხო არ ნიშნავს, რომ სიტყვაზე მაგით შეაფასო ქვეყანა. ასე რომ მე არ მომეწონა და ძალიან უკმაყოფილო ვარ, აი ძალიან რა.